საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ სოხუმის, ქუთაისის მერიის, საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და IP ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინიციატივით ქობულეთში 25 ივლისიდან 2 აგვისტომდე მოზარდთა ბანაკი გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გაიმართა. ბანაკის საზეიმო დახურვას ქუთაისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად დაესწრნენ. ქობულეთის ბანაკში ქუთაისში არსებული სხვადასხვა სპორტული სახეობების ახალგაზრდა წარმომადგენლები ისვენებდნენ. ისინი დაკავებული იყვნენ როგორც სპორტული, ასევე საგანმანათლებლო, შემეცნებითი, საინფორმაციო და კულტურული ღონისძიებებით. ბანაკში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა. მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო ქუთაისელი ძიუდოისტი გოგონებისა და თბილისის ლერი ხაბელოვის სახელობის ძიუდო სკოლის ვაჟების შეჯიბრი ჭიდაობაში, რომელიც სპორტსმენების დამეგობრებით დასრულდა. ჩვენ ვესწრებთ ქობულეთში ბანაკს, რომელიც სპორტული გაერთიანების მიერ იქნა ორგანიზებული, სადაც როგორც გოგონები, ასევე ბიჭები მონაწილეობენ და შეჯიბრითობის პრინციპით სხვადასხვა ღონისძიებებში ერთვებიან. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სპორტული სახეობებით არიან წარმოდგენილი და დღევანდელი წელი განსაკუთრებული არის ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ სხვადასხვა პროგრამების პარკლებში საერთო ჯამში შევხვდეთ, რომ 1000 ბავშვი დავასვენოთ, ზოგი იქნება როგორც ეგრეთ წოდებული შეკრებები, ზოგი იქნება წარმატებული, ასევე სოციალურად დაუცველი ბავშვების დასვენება და ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდებს ეძებათ ესეთი შესაძლებლობა. დღეს იყო შეჯიბრი და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა მეგობრებმა. ასევე დღევანდელ დღეს და ამ შეკრებაზე მნიშვნელოვანია, რომ ფონდი სოხუმი არის ჩართული. რაც ყველაზე მთავარი არის, ეს არის ის გაცისკრუნებული სახეები, ის ხალხი სახეები, რომელიც ამ ბავშვებს აქვთ და მე მიმიხარია, რომ ასეთი ხალხი და ასეთი ბედნიერი ბევრი ახალგაზრდა პოულობს ერთმანეთს აქ ეყრება ძალიან დიდი მეგობრობის მეგობრობას საფუძველი, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გამოადგეს, სწორედ აქ და ასეთ შეხვედრებით სწავლობენ ყველაზე უფრო დიდ ღირებულებას, რასაც ქვია მეგობრობა. ამ ბანაკმა კიდევ ერთხელ გაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ახალგაზრდა თაობას ეძლევა საშუალება, რომ მათ ჰქონდეთ ურთიერთობები, მათ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მათთვის ეს იყო ძალიან კარგი სტიმული. გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებში. ჩვენი წვლილი ჩავდეთ, მათ ჩაუტარდეთ 6 ფოკუს ჯგუფი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, მიიღეს ინფორმაცია, რასაც მოყვება აუცილებლად გაგრძელება შემდეგ ქუთაისში. ფონდის კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმის დაფინანსებით მოხდა პროექტში თანამშრომლობა.